სასამართლო განხილვის მიმდინარეობს დროს და განმარტა იმას, რომ რაღაც შეჯიბრებითობის კონტექსტში ირღვეოდა თუმცა დაწესებულება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის მართებული, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც დაკონკრეტებას ვითხოვდით, იქიდან გამომდინარე, რომ მოუწევდა რაბადესთან იქნებოდა ამბობის გამოკვლევა დაკავშირებული. თუმცა დაცვის ხარჯი მე წარმოადგენილი ვიდეო ჩანაწერებიც გამომიცა, ეს დაცვის ხარჯი მოხდა, თუმცა უნდა ითქვას ისიც გათანადებული, რომ ამ ვიდეო ჩანაწერებში იგივე ფაქტები იყო ასახული, რაც ბრალდების ხარჯი წარმოადგენდა სასამართლოში და ბრალდების ხარჯი არც ერთი ჩანაწერი, რომელიც ობიექტურ ბუნებაში არსებობდა, არ დაუმალავს. დაცვის ხარჯის პოზიცია არის ცალსახარო გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ეს სასამართლომაც ძალიან კარგად იცის, ამიტომ გამოთქვამს ვარაუდს და იმედს, რომ შესაძლოა ამ პირობებში ჩვენს მიმართ გაფორმებული საპროცესო დახმარება არ ვიცი, ეს ბრალდების ხარჯის ინიციატივა უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება არანაირი ინიციატივა ამ კუთხით ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ პოზიცია დაცვის ხარჯის იყო ცალსახად და ეს მტკიცებულებებით არის გამყარებული. სასამართლოს ამ ვითარებაში უჭირს ბუნებრივია განმტკიცებელი განაჩენის დადგენა, გამომდინარე იქიდან რომ საქმეში დევს მთავარი მოწმის ცრუ ინფორმაცია და ცრუ ინფორმაციაზე არის აგებული მნიშვნელოვანი ბრალდება. ბუნებრივია მას აქვს ის დგას მორალური დილემის წინაშე, სამართლებრივ თავი რომ დავანებოთ, ამიტომ მან გამოთქვა ესეთი ინიციატივა, რომ სხდომა გადადებულიყო კიდევ ერთხელ და მოუწოდა ბრალდების მხარეს, რა თქმა უნდა, დაცვის მხარესაც, რომ იქნებ ჩვენ შორის შედგეს გარკვეული სახის მოლაპარაკება.